ამ ძრავს არ აქვს ხიული საწვავი, სარქველები, გამონაბოლქვი და თითქმის სრულიად უხმაუროდ მუშაობს. და ეს იმიტომ, რომ მისი საწვავის წყარო სითბოა, რომელიც ამ დიდ მეტალის ბლოკშია შენახული მის ქვემოთ. და ის ცნობილია როგორც ცხელი ჰაერის ძრავა, ან სტირლინგის ძრავა. ეს ვიდეო დაფინანსებულია Ground News-ის მიერ. მათზე მოგვიანებით მოგიყვებით. აქ არის დალუქული მინის შპრიცი, რომელშიც მცირე რაოდენობის ჰაერია. თუ გავაცხელებ შპრიცს და შესაბამისად ჰაერს, ის ფართოვდება და გამოსცემს დგუშს გარეთ. შემდეგ, როცა სითბოს მოვაშორებ, ის გაცივდება და ჰაერი შეკუმშავს. ჰაერის გაცხელებისა და გაციების ეს ციკლი, რომელიც დგუშს წინ და უკან ამოძრავებს, სტირლინგის ძრავის მუშაობის ძირითადი პრინციპია. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ეს გაცხელება და გაციება ძალიან ნელია, ამიტომ მთელი სისტემის გაცხელებისა და გაციების ნაცვლად. შეგვიძლია დავამატოთ კიდევ ერთი ცილინდრი შიგნით თავისუფლად მოთავსებული დგუშით, რომელიც განსხვავებით სხვა დგუშებისგან ჰაერგაუმტარ დალუქვას არ საჭიროებს. ჰაერი თავისუფლად მოძრაობს მის გარშემო, რაც საშუალებას აძლევს დგუშს ჰაერი ცილინდრის ერთი ბოლოდან მეორეში გადაიტანოს. ეს კი ცნობილია როგორც გადამტანი დგუში. ეხლა, თუ ამ მეორად დგუშის ერთ მხარეს გავაცხელებთ და მეორე მხარეს გრილად შევინარჩუნებთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ გადამტანი დგუში, რომ ჰაერი გადავიტანოთ ცხელ და ცივ მხარეებს შორის, რაც სწრაფად ათბობს და აცივებს ჰაერს შიგნით და ზედა დგუშს ბევრად უფრო სწრაფად ამოძრავებს წინ და უკან, ვიდრე ადრე. და ეს შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, სანამ ერთი მხარე ცხელი იქნება და მეორე ცივი. ან სულ მცირე, მანამ სანამ სამგანზომილებიან პრინტერზე დაბეჭდილი დგუში არ დადნება. ეხლა გადამტანი დგუში არ გამოიმუშავებს სასარგებლო სიმძლავრეს და ძალიან ცოტა ენერგია სჭირდება მის მოძრაობას, რაც შეიძლება ვაჩვენოთ თუ მას ამ ბურთულას აკისრებით ჩავანაცვლებთ. ასე რომ, როცა ცილინდრს ნაზად ვხრი, ბურთულას აკისრები ერთი ბოლოდან მეორეში გადადიან და ჰაერს ცხელ და ცივ მხარეებს შორის გადაადგილებენ, რაც ფართოვდება და იკუმშება, რათა ზემოთ მდებარე ძალის დგუში ამოძრავს. ამიტომ თუ ზედა დგუშს crankshaft-ს დავუკავშირებთ და სასარგებლო სიმძლავრის ნაწილს გამოვიყენებთ გადამტანი დგუშის წინ და უკან გადასაადგილებლად, თვითმოქმედ ძრავას მივიღებთ. სინამდვილეში აქ არის მოდელის ძრავა, რომელიც ზუსტად ამას აკეთებს. სითბო მიეწოდება ამ მინის ნაწილს აქ, ხოლო ცილინდრის მეორე მხარეს აგრილებს ეს რადიატორი. ასე რომ, როდესაც გადაადგილებელი მოძრაობს წინ და უკან, ჰაერი თბება და გრილდება, შემდეგ კი გადადის ამ ზედა ცილინდრში, რომელიც ამოძრავებს ძალის დგუშს. შემდეგ ის გადასცემს სიმძლავრეს cranks, რომელიც თავის მხრივ ამოძრავებს გადაადგილებელს კბილანების მეშვეობით და ქმნის უწყვეტ ციკლს. So now we need to figure out how we're going to use one of these Stirling engines to ეხლა უნდა გავარკვიოთ, როგორ გამოვიყენოთ ამ სტირლინგის ძრავებიდან ერთი ველოსიპედის დასამოძრავებლად. და ყველაფერი აქ იწყება დიდი ლითონის ბლოკით და ძალიან გრძელი გასაკეთებელი სიისით. სტირლინგის ძრავები ზომასთან შედარებით ძალიან მცირე სიმძლავრეს გამოიმუშავებენ. ამიტომ რომ ველოსიპედზე იმუშაოს, გვჭირდება რაც შეიძლება დიდი ძრავა, რომელიც მაინც ჩაიტევა ჩარჩოში. ამის მიუხედავად, ეს არ იქნება მომდევნო სუპერბაიკის ძრავა. ვაიმე. მე ვცდილობ მივიღოთ დაახლოებით 100-დან 150 ვატამდე სიმძლავრის გამომუშავება, რაც დაახლოებით 0.2 ცხენის ძალაა. რაც საკმარისია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ დაახლოებით 15 მილის საათში სავალი სიჩქარე. ასეთი სიმძლავრის მიღება სტირლინგის ძრავიდან მარტივი არ არის. არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც ეფექტურობაზე მოქმედებს, მაგალითად ტემპერატურის სხვაობა ცხელი და ცივი მხარეების შორის. რამდენად სწრაფად შეიძლება სითბოს გადაცემა ჰაერში და ჰაერიდან და რამდენი ჰაერი ძრავის შიგნით რეალურად ასრულებს სასარგებლო სამუშაოს, ეს მხოლოდ რამდენიმე ფაქტორია, რომელიც ძრავის დიზაინს განსაზღვრავს. მაგალითად, რომ ცივი მხარე მაქსიმალურად ცივი დარჩეს. თავდაპირველად ვიფიქრე კომპიუტერის პროცესორის გამაცივებლის გამოყენებაზე, რადგან ისინი იაფია და დიდი ზედაპირის ფართობი აქვთ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთელი ეს სითბო პატარა კვადრატულ ზედაპირზე, რომელიც პროცესორისთვისაა განკუთვნილი, პრაქტიკული არ იყო. ამიტომ გადავწყვიტე შიდა წყლის გაგრილება გამომეყენებინა, რაც სითბოს სწრაფად გამოყვანაში ბევრად უკეთ უნდა იმუშაოს. და როცა მხოლოდ დაახლოებით 100 ვატის გამავალი სიმძლავრის მიღებას ვცდილობთ, თუნდაც უმცირესი ხახუნი დიდ გავლენას ახდენს. რაც მარტივი არ არის, როცა მაინც გჭირდება ჰერმეტული დალუქვა დგუშისა და გადამტანი ღერძის გარშემო. როდესაც მთავარი ძრავის ბლოკი მზად არის, შემიძლია ვამაგრო ველოსიპედზე, დროებითი 3D B3D ბეჭდვითი სამაგრის გამოყენებით, რადგან ძრავის ეს ნაწილი წყლით გაგრილდება, ასე რომ ბეჭდვა კარგად გაუძლებს რამდენიმე სატესტო გაშვებას. შემდეგ ეს დიდი ალუმინის სამაგრი მაგრდება ძრავის უკანა მხარეს, რომელიც დაიჭერს კრანკშაფტებს და ასევე მიეჭიდება ველოსიპედის ჩარჩოს დამატებითი მხარდაჭერისთვის. კრანკები თავად დამზადებულია ალუმინისგან და უკან დავამაგრე 3D ბეჭდვითი შკივა, რადგან კამარს ვიყენებ კრანკების დასაკავშირებლად მოდელის ძრავში არსებული კბილანების ნაცვლად. ხოლო დამაკავშირებელი ღერო პრესით ჩასმული საკისრებით აერთებს კრანკს დგუშთან, რათა ყველაფერი გლუვად ტრიალებდეს. რადგან დისპლეისერის დგუში ცილინდრში თავისუფლად ჯდება, იდეალურად ის საერთოდ არ უნდა ეხებოდეს კედლებს. ამიტომ მას უჟანგავი ფოლადის ღეროზე დავამაგრებ და იმისთვის რომ ეს ღერო არ ირხეოდეს, ვიყენებ ამ ხაზოვან საკისრებს, ისეთებს როგორიც 3D პრინტერშია. ისინი საშუალებას აძლევს დისპლეისერის ღეროს თავისუფლად და ზუსტად იმოძრაოს, რაც დისპლეისერს მოძრაობისას ცენტრში ამყოფებს.
შემდეგ მოდის ძალოვანი დგუში, რომელიც მაქსიმალურად მსუბუქად დავაპროექტე და ის კიდევ ერთ ფოლადის ღეროზე მაგრდება სამაგრი ხრახნით. დგუშის რგოლებისთვის მინდა გამოვიყენო PTFE, რომელიც ცნობილია როგორც ტეფლონი, მისი დაბალი ხახუნის გამო, თუმცა ეს მასალა ელასტიური არ არის. ამიტომ დავამზადე პატარა შიდა რგოლები, რომლებიც დამჭერების როლს შეასრულებენ და PTFE-ის გარეთ მიმართავენ, რათა ცილინდრის კედელთან უკეთესი ჰერმეტულობა შეიქმნას. რგოლები დგუში ასე თავსდება და ორ რგოლში ნაპრალები 180 გრადუსით გადავწიე, რომ გაჟონვა მინიმუმამდე დავიყვანო. როცა დგუში ცილინდრშია, ის ძალიან მცირე წინააღმდეგობით სრიალებს. შემდეგ დგუშის ღერო crankshaftს უერთდება, მაგრამ რადგან დგუში ძალიან მოკლეა, მას სჭირდება დამჭერი, რომ სწორ ხაზზე იმოძრაოს. სწორედ ეს უკანა ფირფიტა ასრულებს ამ ფუნქციას. თუმცა სანამ მას დავამაგრებ, ჯერ რამდენიმე გასკეტი უნდა ამოვჭრა. ვიყენებ 0.5 მმ-იან სილიკონის ფირს, რომელიც უნდა გაუძლოს იმ ტემპერატურას, რასაც ეს ძრავა განიცდის და უზრუნველყოფს კარგ ჰერმეტულობას. ასე რომ, მას შემდეგ რაც ჭანჭიკის ხრელს ამოვჭრი, შემიძლია სამგანზომილებიანი ბეჭდვით დამზადებული შაბლონი დავამაგრო და დანა გარშემო მოვატარო. შემდეგ კი ჭანჭიკები მოვშალო. შედეგად მივიღე ზუსტი გასკეტი, რომელიც ძრავას იდეალურად ერგება. უკანა ფირფიტა და გასკეტი უკვე დამაგრებულია. დამაბრუნებელი ღერო ჯერ კიდევ ოდნავ ირხეოდა, ამიტომ დავამატე PTFE-ის ბუშინგი, რომელიც სპეისერით დავამაგრე, რომ ღერო სწორად და ზუსტად მოძრაობდეს. შემდეგი ნაბიჯია ორი კრანკის ერთმანეთთან შეერთება ტაიმინგის პულით, რომელიც მე ავირჩიე კბილანა თვლების ნაცვლად, რადგან უფრო მარტივია მისი შეერთება გამმავალი ღეროსთან, რომელიც შემდეგ უკანა ბორბლის ამძრავად შეიძლება გამოვიყენო. როცა ხედავ როგორ ტრიალებს ეს მოწყობილობა ბოლოს და ბოლოს, ხვდები რამდენი შრომა ჩავდე ამაში. დაახლოებით 2 თვე ვაკეთებ გამოთლებს, ვაწყობ დიზაინს, ვამზადებ დეტალებს, ეს ყველაფერი ძალიან დიდი შრომა. და უკვე ნერვიულობა მეწყება, იმაზე ვფიქრობ თუ იმუშავებს თუ არა. აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ მაინც ნერვიულობ. ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის დისპლეისერის ცილინდრი და დგუში და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია სატესტო გაშვება მოვაწყოთ. Project planning to build a steam engine, but after სინამდვილეში ეს პროექტი ორთქლის ძრავის აშენების გეგმით დავიწყე, მაგრამ ბევრი კვლევის შემდეგ მივხვდი, რომ სტირლინგის ძრავი ბევროები ბევრად უკეთესი ვარიანტია. ისინი უფრო ჩუმები, ეფექტურები და უსაფრთხოები არიან. და როცა გავიგე როგორ მუშაობენ ისინი, ეს სრულიად შეცვალა პროექტის მიმართულება. ამავდროულად ეს კიდევ ერთხელ შემახსენდა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რაღაცებს სხვა კუთხიდან შეხედო, რაც ზუსტად ისაა, რაზეც Ground News მუშაობს. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაკავშირებულ სტატიებს ერთ ადგილას აერთიანებენ. წყაროს, პოლიტიკური მიდრეკილებისა და სანდოობის კონტექსტით. ასე რომ შეგიძლიათ შეადაროთ გაშუქება და სწრაფად მიიღოთ სრული სურათი. Ground News-ის დამფუძნებელია ყოფილი NASA-ს ინჟინერი Harlan Cowie, რომელიც James Webb-ის ტელესკოპზე მუშაობს. და როგორც ინჟინერს მეც მომწონს ვიცოდე, რამდენად ფაქტობრივია რაღაც. და ამდენი ინფორმაციის ფონზე ადვილია დაიბენი. Ground News მეხმარება გავფილტრო ზედმეტ ინფორმაცია და გავიგო რა ხდება სინამდვილეში. მაგალითად, როცა ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ ჩვენს მზის სისტემაში 20 კილომეტრის სიგანის ობიექტი შემოვიდა, სასიამოვნოა იცოდე, რომ ის დედამიწისკენ არ მოდის. და როცა ასობით წყარო ერთსა და იმავე მოვლენას აშუქებს, მათი Ground AI ფუნქცია ყველაფერს რამდენიმე ძირითადი პუნქტით აჯამებს. მომწონს ასევე დაბალი სანდოობის წყაროების დათვალიერებაც. უბრალოდ იმის სანახავად რა სხვა კუთხით არის გაშუქებული ამბავი, რაც Ground News-ის გარეშე შეიძლება ერთადერთი ვერსია ყოფილიყო, რომელსაც წავაწყლებოდა. მათ მედია ციგნიერებაზე გავლენის გამო ნობელის მშვიდობის ცენტრმაც კი აღიარა. ასე რომ Ground News-ზე გამოწერისთვის და შეზღუდული დროით ისინი გთავაზობენ 40%-იან ფასდაკლებას Unlimited Vantage Plan-ზე თქვენთვის, ჩემო აუდიტორია. ამ QR კოდის დასკანერებით ან აღწერაში მოცემულ ბულზე გადასვლით. groundnews.com/Stanton-ზე გადადით, რომ მიიღოთ ეს შეთავაზება. ეს არის groundnews.com/Stanton. სანამ დისპლეისერის ცილინდრს დავამონტაჟებ, უნდა დავაყენო ეს ფირფიტა, რომელიც სითბოს გადაცემის ზედაპირის როლს ასრულებს წყლის გაგრილების სისტემასა და ძრავის შიგნით არსებულ ჰაერს შორის. და ამ რადიატორის დიდი ზედაპირი უნდა დაეხმაროს ჰაერის სწრაფად გაგრილებაში ძრავის ციკლის დროს. ის ასევე ემსახურება როგორც ზედა ფირფიტა ძალის ცილინდრისთვის და მთელი გაფართოებული ცხელი ჰაერი ამ პორტით გადის, რათა დგუში გადაადგილოს. თავად დისპლეისერისთვის მჭირდება რაღაც მსუბუქი და საკმაოდ სითბოს მდგრადი. ამიტომ ვიყიდე სხვადასხვა უჟანგავი ფოლადის კონტეინერები და ბოთლები, რომ მენახა რომელიმე იმუშავებდა თუ არა. და გარდა იმისა, რომ გავიგე, არც ერთი მათგანი არ არის სტერლინგის ძრავის დისპლეისერის სტანდარტული დიამეტრისთვის განკუთვნილი, ვიპოვე ეს წყლის ბოთლი, რომელიც კარგად უნდა მოთავსდეს 80 მ დიამეტრის ცილინდრში, მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრი ჰაერის გასავლელით. შემდეგ გავაკეთე პატარა სამაგრი ფირფიტა დიხლა დისპლეისერისთვის, რომელიც ფიქსირდება ფოლადის ღეროზე ფიქსატორი ხრახნით. შემდეგ ბოთლის თავი მოვაჭერი და რამდენიმე ხველი გავუკეთე, რაც საშუალებას აძლევს მას ქვედა ფირფიტაზე დამაგრდეს.
და როცა ძრავს ხელით ატრიალებს, შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იმოძრავებს ორივე დგუში, მაშინ როცა ძრავი იმუშავებს. მაგრამ გადამტანი დგუში ენერგიის დგუშს დაახლოებით 90 გრადუსით უსწრებს კრანკის კუთხით. შემდეგ უნდა გავაკეთო გადამტანი ცილინდრი, რომლის აშენებაც გადავწყვიტე ორ ნაწილად. ცივი მხარე დამზადებულია ალუმინისგან, როგორც ძრავის უმეტესობა. და დავამატე ფარფლები, რომ უკეთ შეინარჩუნოს სიცივე. შემდეგ ის მაგდება მთავარ ძრავის ბლოკზე კიდევ ერთი გასკეტის საშუალებით, რაც ქმნის კარგ ჰერმეტულობას, მაგრამ ასევე აინსულირებს მას წყლის გაგრილებისგან. ასე რომ, თუ ჰაერის გაგრილების ფარფლები საკმარისი არ იქნება, შეიძლება მასეც დამჭირდეს წყლის გაგრილების დამატება. მაგრამ ცილინდრის ცხელი მხარე უნდა გაუმკლავდეს ბევრად უფრო მაღალ ტემპერატურებს. ამიტომ იდეალურად ცხელი მხარე უნდა იყოს დამზადებული ფოლადისგან. რადგან ჯერ კიდევ არ მაქვს საკმარისი გამოცდილება ფოლადის დამუშავებაში, ცხელი ბოლო JLC CNC-ში დავამზადებინე. მათ არ იყვნენ ამ ვიდეოს სპონსორები, მაგრამ ნამდვილად გადამარჩინეს, რადგან ამ დეტალის დამუშავებას მე თვითონ ვერ შევძლებდი. და ეს ცხელი ნაწილი ცილინდრის ცივ ნაწილზე მაგრდება სქელი სილიკონის გასკეტის საშუალებით, რათა იმედია იზოლაცია უზრუნოყოს. რადგან არ გვინდა რომ სითბო ცივ მხარეს გადავიდეს, რადგან ეს ენერგიის დაკარგვა იქნება. ასე რომ, როდესაც ცხელი თავსახური მჭიდროდ არის დამაგრებული, ძრავი სრულად დალუქულია. ეხლა მას მხოლოდ სითბო სჭირდება. It was tricky to move the piston again, ეს უნდა იყოს. but I also noticed it was letting a lot of air leak past, which could be where most of the pressure is being lost. I first tried swapping one of the PTFE rings for a rubber O-ring to improve the seal, but it either didn't seal properly or created way too much friction. Then I thought, what if I used a piston ring like the one I've used in my small compressor? ბოლომდე არ არის. ცხელი თავსახურის წინა ნაწილი იწყებს ფერის შეცვლას, ასე რომ იქ წინა მხარეს საკმაოდ ცხელა. ფიქრობ, იქნებ წყლის გაგრილება დავამატო, რომ ნახო, მართლა აგრილებს თუ არა ამ ცივ პირფიტას. Flexibility, hold an airtight seal, and hopefully not melt from the engine heat. But after several prototypes, I eventually found a size and shape that offered. როცა ცხელი თავსახური წითლად ანათებდა და წყლით გაგრილებული ბოლო დაახლოებით 40 გრადუს ცელსიუსზე სტაბილურად იდგა, აშკარა გახდა, რომ უბრალოდ ტემპერატურის გაზრდა პრობლემა არ იყო. ამიტომ გარე წყლის გაგრილება დავამატე, რათა ძრავა უსაფრთხოდ ჩამომეყვანა იმ ტემპერატურამდე, რომ შემეძლო მისი დაშლა. შიგნით აშკარად ჩანდა, რომ ძრავა საკმაოდ ცხელდებოდა. გადამტანიც კი ოდნავ ფერს იცვლიდა და იმის გათვალისწინებით, რომ ის პირდაპირ არ ეხება ცხელი თავსახურს, ეს ნიშნავს, რომ შიგნით ჰაერი ნამდვილად კარგად ცხელდება. ყველა საფარის ბეჭედი შევამოწმე და ცოტავდენი ზეთი დავამატე გადამტანის ღერძის გარშემო არსებულ ობეჭედზე, რომ გამორიცხულიყო ნებისმიერი გაჟონვა. და მას შემდეგ, რაც ძრავის წინა ნაწილი ისევ ავაწყე, ყურადღება გადავიტანეთ დგუშის რგოლებზე, რადგან ეს არის ძრავში ყველაზე დიდი მოძრავი ბეჭედი. რთული იყო დგუშის გადაადგილება, საჭერლი ჰაერის წინააღმდეგ, რაც კარგი ნიშანია. მაგრამ ასევე შემნიშნე, რომ საკმაოდ ბევრ ჰაერს ატარებდა, რაც შეიძლება იყოს ის ადგილი, სადაც ცნების უმეტესობა იკარგება. პირველად ვცადე PTFE რგოლებიდან ერთის რეზინის ორ რგოლით შეცვლა, რომ დალუქვა გამეუმჯობესებინა, მაგრამ ან სათანადოდ ვერ კეტავდა, ან ზედმეტად დიდი ხახუნი შექმნა. მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა თუ გამოვიტანებდი დგუშის რგოლს, ისეთივეს როგორიც ჩემს პატარა შეკუმშული ჰაერის ძრავში მაქვს გამოყენებული, სადაც რგოლი წნევის ქვეშ ფართოვდება და ცილინდრის კედელზე ბეჭედს ქმნის. ერთი პრობლემა იყო მხოლოდ, ის რგოლები ძალიან პატარაა და მე ბევრად უფრო დიდი მჭირდებოდა. ამიტომ ვცადე, რომ 3D ბეჭდვით დამემზადებინა რგოლი, მოქნილი TPU მასალისგან ჩემს Prusa FDM პრინტერზე, რაც ცოტა რისკიანი იყო, რადგან მას სწორი მოქნილობა უნდა ჰქონოდა. ჰერმეტული დალუქვა შეენარჩუნებინა და იმედი მქონდა ძრავის სითბოზე არ დადნობოდა. მაგრამ რამდენიმე პროტოტიპის შემდეგ საბოლოოდ ვიპოვე ზომა და ფორმა, რომელიც მინიმალურ წინააღმდეგობას იწვევდა, მაგრამ ბევრად უკეთესად დალუქავდა ვიდრე ადრე. და წყლის გაგრილების დახმარებით, რომელიც ცილინდრის კედლებს ცივს ინარჩუნებს, იმედი მაქვს საკმარისად არ გაცხელდება რომ დადნეს. კარგი. ეხლა ახალი დგუში მაქვს დაყენებული, ასე რომ ეხლა ბევრად უკეთესი შეკუმშვა უნდა მივიღოთ. შეგიძლიათ ნახოთ, როცა ვატრიალებ, დგუში რეალურად უკან უბიძგებს, რაც ნიშნავს, რომ ძალიან კარგი შეკუმშვა აქვს. ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი შეცვლის, რადგან ადრე შეკუმშვა ამასთან შედარებით საშინელი იყო. მოდი მოვკალათდეთ და ეს რაღაცას გავაცხელოთ. To avoid hitting the end of the cylinder with its increased stroke, the engine is ready for another test. I really hope this works. Come on, come on. გონია რომ ძალიან ახლოსაა, მაგრამ ბოლომდე არა. ასე რომ გაფართოება ჯერ კიდევ მუშაობს. უბრალოდ მოძრაობა ბოლომდე არ აქვს. კარგი, მოდი ყველაფერი გავაცივოთ, სანამ სხვა რამეს ვცდით. არ ვიცი რას ვცდი, მაგრამ მასალის გადახედვის შემდეგ რაღაც გავიაზრე. უბრალოდ ბოლომდე მოძრაობა არ აქვს.
Two cranks აქვს 30 მმ მოძრაობა, მაგრამ დგუში მხოლოდ დაახლოებით 14 მმ-ით მოძრაობს. მაშინ შეიძლება ჰაერი ზედმეტად იკუმშებოდეს და ზედმეტად იფართოებოდეს, რაც თითოეულ ციკლზე ენერგიის დიდ რაოდენობას კარგავს. სამწუხაროდ, კრანკის მოძრაობას მხოლოდ 25 მმ-მდე შემიძლია შევამცირო ღერძისა და საკისრების ზომების გამო. მაგრამ თუ დისპლეისერის დგუშის მოძრაობასაც გავზრდი, შეიძლება შევძლო მეტი ჰაერის გადატანა ცხელ და ცივ მხარეებს შორის, რაც შეიძლება გაზარდოს წნევის სხვაობა და გააუმჯობესოს გაფართოება. ეს ახალი კრანკები 3D პრინტერზე Formlabs Form 4-ზე PC-ით დაიბეჭდა და ამ ტესტირების ეტაპისთვის საკმარისად გამძლეა. ისინი ოდნავ მსუბუქია ალუმინის კრანკებთან შედარებით, მაგრამ ამ ეტაპზე ძრავის ბალანსი მთავარი პრიორიტეტი არ არის. ახალი კრანკების დაყენების შემდეგ და ოდნავ მოკლე დისპლეისერით, რათა გაზრდილი ცვლის გამო ცილინდრის ბოლოს არ დაეჯახოს, ძრავი მზად არის კიდევ ერთი ტესტისთვის. მართლა ძალიან მინდა რომ ეს იმუშაოს. It's a drive pulley to the rear wheel with a flywheel, as the original pulley ratio might have been too high, preventing the engine from gaining up. Midi. ეს თავისი მუშაობს? There's still lots to improve with this engine. ეს მუშაობს? To recover some heat energy during ეს მუშაობს. მოდი მეტი სითბო. engine, and more air means more expansion and more power. I also still need to build a proper burner, finish the water cooling system, ის მართლაც მუშაობს. since Stirling engines don't throttle very. Wow. I turned off the heat a while ago, and it's still running on the stored. ის ყველაზე სწრაფი არ არის. So don't forget to subscribe to see part 2, and მაგრამ ფიქრობ, რამდენიმე რამ შეგვიძლია შევცვალოთ, რომ მისი მუშაობა გავაუმჯობესოთ. ეს ძალიან მაგარია. ის ძალიან სასაცილო ჭრერს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიხარია, რომ ეს ძრავა ბოლოს და ბოლოს ამუშავდა, ვერ შევიკავე თავი და ვცადე ცოტა უკეთესად ამიმუშავებინა. ამიტომ დროის ვედი უფრო თხელით შევცვალე, რადგან სქელი სარტყელი ენერგიას კარგავდა, როცა იხრებოდა და სწორდებოდა შკივებზე. ასევე უკანა ბორბალზე წამყვანი შკივი ინერციული ბორბლით შევცვალე, რადგან ორიგინალური შკივის თანაფარდობა შეიძლება ძალიან მაღალი იყო და ძრავას ბრუნვის სიჩქარის მომატებაში უშლიდა ხელს. ამ ძრავაში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი, მაგალითად რეგენერატორის დამატება, რომ თითოეულ ციკლში სითბოს ნაწილი დავიბრუნოთ და შიგაწნევის გაზრდა. მეტი წნევა ნიშნავს ძრავაში მეტი ჰაერი იქნება, მეტი ჰაერი კი მეტ გაფართოებასა და მეტ სიმძლავრეს ნიშნავს. ასევე ჯერ კიდევ მჭირდება სათანადო სანთურის აწყობა, წყლის გაგრილების სისტემის რადიატორით დასრულება და კლაჩის დაპროექტება, რადგან სტირლინგის ძრავები კარგად ვერ არეგულირებენ ბრუნვას. სინამდვილეში ცოტა ხნის წინ გამოვხდე გათბობა და ის ჯერ კიდევ მუშაობს ფოლადის ცხელი თავსახურში დაგროვილი სითბოთი. ასე რომ არ დაგავიცლეთ გამოწერა, რომ ნახოთ მეორე ნაწილი და გმადლობთ ყურებისთვის.